ამბროსის დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებას ელოდა მოსკოვიდან დასტურს. მაგრამ ამ დროს მოხდა ეგეთი რამ, რომ საბჭოთა კავშირი იყო აბსოლუტურ იზოლაციაში. დიპლომატიური იზოლაცია იყო აქ მიმდინარე პროცესების გამო, დასავლეთი არ ცნობდა ამ ახალ რეჟიმს და პირველი მსოფლიო ომი დამთავრებული ეკონომიკური კრიზისია საბჭოთა კავშირშიც თავისთავადია და ევროპაშიც და ინგლისმა სცადა რომ როგორმე ესარგებლა ამ მომენტი და საბჭოთა კავშირთან გამოსულიყო დიპლომატიურ ურთიერთობაზე და მე ეკონომიკურ თანამშრომლობას, მაგრამ ქართული ემიგრაციის მეშვეობით, აი თავრობა რომ გავიდა ჟორდანიას თავრობა, იქ ემიგრაციაში ძალიან ბევრი პატრიოტი ქართველი იყო. იცოდნენ აქ რა ამბები ტრიალებდა და მათ ანგლიკანური ეკლესიის მეთაური რობერტ დევიდსონი იყო ამ დროს და რომის პაპი პიუს მე-11. მათთან მიიტანეს ეს ინფორმაცია, რომ დახვრეტა ელის ეკლესიის მეთაურს და იმათ ინგლისის მთავრობა დაარწმუნეს, რომ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში ერთი პირობა უნდა ყოფილიყო, რომ ის გაენთავისუფლებინათ და პატრიარქი ამბროსის მოსთხოვეს, რომ დაეწერა მონანიების შეწყალების ამაზე უარი განაცხადა და იქიდან დეპეშა არის სტალინის ხელმოწერით, რომ არ დახვრიტოთ. ეხლა ვითარება ისეთია, რომ მიუსაჯეთ მკაცრი რეჟიმი, 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1 წელიწადში გაუშვეს ამინისტიით. ახლა რაც შეეხება შვილებთან დამოკიდებულება, არ არის ეს აქცენტი. ჯერ ერთი რომ მთელი ცხოვრება ფაქტიურად ჯოჯოხეთად უქცია ამბროსის, ჯერ მეფის რუსეთის ხელისუფლებამ, მერე მისმა მემკვიდრემ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ და აი შვილებთან მამაშვილური დამოკიდებულების ეპიზოდები არსად არ აღჭარბა. დროც არ ექნებოდა ალბათ. მაგრამ სადაც გადასახლებაში ყველგან დაყვებოდა. მეტეხის ციხეში ნახულობდნენ, მეტეხის ციხეში იყო ის აი